თარგმანება იმათეს სახარებისა ითავებით. სიტყვაი ესე, ხვალისა დღე რომელ არს შემდგომად პარასკევისა შეკრბეს მღვდელთ მოძღვარნი იგი და ფარისეველნი პილატესა და ჰრქვეს, უფალო მოვიხსენეთ, რამე თუ მან მაცდურმან თქვა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმეთ შემდგომად სამისა დღისა აღუდგეო. რაც ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი ვიდრე მესამედ დღედმდე, ნუ უკვე მოვიდნენ მოწაფენი მისნი და წარიპარონ იგი და უთხრანერსა ვითარმეთ, აღდგა მკვდრეთით. და იყოს უკუანა ისკნელი საცთური უძვირეს პირველისა 27, 62, 64. მარადის საცთური თავსათვისა დახსნის და ჭეშმარიტებასა უნებლიეთ შეეწევის, ვითარცა ესე აცცა იქმნა. და გულისხმა ყავთ, თუ ვითარ ჯერ იყო, რაითა სარწმუნო იქმნას, ვითარმედ მოკუდა ქრისტეი ხორცითა და დაეფლა და აღდგა. და ესე ყოველივე სარწმუნო იქნა უფრო ისაც სიტყვათა მათგან ჰურიათა ისა, რამე თუ იტყოდეს, მოვიხსენეთო, რამე თუ მან მაცდურმან თქვა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმეთ შემდგომად სამისა დღისა აღუდგეო. აჰა წამება ის სიკვდილისა მისისათვის, ვითარმეთ ჭეშმარიტად თავს იდვა სიკვდილი. აც ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგიო. აჰა წამებაი ვითარმეთ დაეფლა. ნუ უკვე მოვიდენო მოწაფენი და წარიპარონ იგი. აჰა კვალად წამეს ვითარმეთ, უკვე თუ დაიკრძალოს საფლავი იგი აღარა აქვს სიტყვაი თქმად, თუ წარიპარეს რაითა გამოჩნდეს, ვითარმეთ ჭეშმარიტად აღდგა. ხედავთა, ვითარმედ უნებლიეთ თან ეწამებიან ჭეშმარიტებასა და იხილეთ ჭეშმარიტების მეტყველება იმოციქულთაი, ვითარ სიტყვათა მათ მტერთასა არა დაჰფარვენ, რაღაცა თუ საყვედრილიყვნენ. რამე თუ აჰა ესე რა მაცდურით ხადეს უღმრთოთა მათ და მაცდურთა მღვდელთ მოძღვართა და ფარისეველთა და არცა ესე დაიდუმეს მახარებელთა აღწერად, რაითა გამოაჩინონ მათისა უკეთურებისა გარდარეული სიმრავლე, რომელ შემდგომად სიკვდილისა და დაფლისაც არა დასცხრეს ბოროტის სწრახვად და მტერობის ჩვენებად. რასა იტყვით, მაცდურნო და უშჯულონო ჰურიანო? მაცდურით ხადითა, რომელმან მკვდარნი თქვენი აღადგინა და კეთროვანი განწმიდნა და ბრმანი განანათლნა, რომელმან ეშმაკეულნი თქვენი განკურნა და განრღვეულნი განაცხოველნა, რომელმან უდაბნოსა ზედა ტაბლაი განგიმზა და 5 პურითა, 5,000 და 7 პურითა 4,000, რომელმან ლაზარეს 4 დღისა მკვდარსა უწოდა და ცოცხალი წარმოადგინა, ვითარცა ძილისაგან განღვიძებული. უკვე თუ ქრისტე მაცდურიყო, ჰოი უღმრთონო, ჭეშმარიტი ვინღა იყო? რამე თუ იგი არს წყაროი და ძირი ჭეშმარიტებისაი. ანუ რად გეშინის თქვენ სიტყვათა მისთაგან ვინაიდან სწამებთ, თუ არა ჭეშმარიტ იყვნეს? რაც წრწით წინა ისწართ ქუმულისა მისისაგან. უკვე თუ არა აღდგეს მკვდარი ესე, თქვენ მიერ დაცული, მერმე გამოჩნდეს, ვითარმედ არა ჭეშმარიტ არიან სიტყვანი მისნი, ხოლო აღთულდგეს, რაც ცუდად ღმრთის მბრძოლ იქნებით, ცოფნო და უგულისხმონო. ვისმინოთ უკვე სიტყვანიცა პილატესნი. წახარებაი, ხრქვა მათ პილატე, გაქოს თქვენ დასისაგანი, წარვედით და დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით. ხოლო იგინი მოვიდეს და დაჰკრძალეს საფლავი იგი და დაჰბეჭდეს ლოცსა დასისა თანა 27, 65, 66. თარგმანი, არა ინება პილატე, რაითანცა მხედართა ოდენ დაჰკრძალეს. რამე თუ ესმოდა რაი სიტყვაი ესე აღდგომისაი, ესრეთ განაგო, რაითა არ არა იაქუნდეს მათ სიტყვაი. რამე თუ უკვე თუმცა დასისაგანთა მათ დაეკრძალა მარტოდ, აქ უნდა მცა ჰურიათა სიტყვაი ცუდი, თუ დასისაგანთა მათ განსცეს. ამისთვის ეთქვის პილატე,
წარვედით, თქვენთვით დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით, ვინაიდან ცოცხალთა მაგათ მკვდრისა მისგან გეგშინის გაქუსტასისაგანი, განეცხვენით ერთისა მიმართ მრავალნი ეგე, დაჰკრძალეთ მკვდარი იგი საშინელი თქვენ, ვითარცა გნებავს. გნებავს თუ დაბეჭდვაი დაჰბეჭდეთ, გნებავს თუ ჯაჭვით არ რკინისაითა შეკრვაი, შეკართ კარი იგი საფლავისაი. ნუ ითხვით უკუანა ისკნელ, თუ ესე რაიმე დავაკლეთ ცვას ამას. წარვედით, დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით. უკვე თუ ვინ მოწაფეთაგანი ნაზარეველისაითა მოვიდეს, მახვილითა მოკალთ. დადეგით და სცევდით უცდომელად, რაითა არ არა იყოს მიზეზი ანუ შიში წარპარვისა იგუამისა მისი ესუისი. მაშინ მიიხუნეს მთავრისაგან დასისაგანი იგი მტერთა მათ ჭეშმარიტებისათა, მიიწინეს საფლავად უფლისა, დაჰკრძალეს ლოდი იგი და დაჰბეჭდეს, დაუტევნეს მცველნი ცვად და წარვიდეს. და ყოველივე ესე იქნებოდა უფრო ისად საწამებელად ჭეშმარიტებისა. უკვე თუ არა რაი მოსაგონებელი იყო საქმე ესე ვითარმეთ, მოიპარონო მოწაფეთა გუამი მისი და უთხრანერსა ვითარმეთ, აღდგა მკვდრეთით. ვიდრე მათ თანაღა იყო იესო იხილეს რაი შეპყრობილი, დაუტევეს და იუტოდეს, და შემდგომაც სიკვდილისა და დაფლისა მოვიდეს მცაა წარპარვად. ანუ იგინი, რომელთა ესმა მისგან ვითარმედ მესამესა დღესა ეგულების აღდგომად, უკვე თუმცა არა იხილეს აღდგომილი, არამცა უფრო ისად მტერობად მისა აღდგესა და თქვეს მცა, ვითარმედ, გვაცთუნა ჩვენ და გუყნა მტერყოვლისა ერისა. და რაისათვის ხამცა წმასნიდეს მისთვის ესე ვითართად ყუილთა, რომელი არავისა და უთქვამს დასაბამითგან. ანუ რომლითა საქმითა ხელყვას მცა ესე ვითარისა პირისა ქადაგებად. რომლისა ძალსა მინდობილი იყვნეს. თავთა თვისთასა. რომლისა სიმდიდრესა, რომლისა ფილოსოფოსობისა სიტყვათა. კაცნი გლახაკნი და უსწავლელნი და მცირედნი და უნდონი. რომელი იგი თავი ხო კრებულისა მათისა, ერთისა მხევლისა სიტყვათაგან იძლია და სხვანი იგი განიბნინეს მეოდნი. აწმცა ვითარ მოიგონეს განსვლაი კიდეთა ქვეყანისათა და ქადაგებაი ტყუილით აღდგომისა მისისაი და წარდგომაი წინაშე მეფეთა და მთავართა და განწყობაი ბევრეულთა სატანჯველთა მიმართ. ჰოი უღმრთონო ჰურიანო. ვითარმცა შეუძლეს მლევანსა ამას საქმესა ხელყოფად, უკვე თუმცა არა ჭეშმარიტად აღდგომილიყო უფალი და მიეცა მათ და ძალიურ შიშობისა და კადნიერებისაი. ესოდენ ისასწაულნი ქმნა უფალმან და არა hrწმენა ერთს ამას ჰურიათასა, არამედ ჯვარსაცვეს იგი და აც რომელითამცა სასოებითა ენება მოწაფეთა დარწმუნებად მათ და ვითარმედ აღდგა მკვდრეთით. არა ეგებოდა ესე. ნუ იყოფინ. არამედ აღდგა უფალი ჭეშმარიტად და მადლმან მისმან დაარწმუნა ყოველსა სოფელსა აღდგომა იმისი. გარნა უკეთურებაი ყოვლადვებრმა არს და მაცილობელ და უპირულთა საქმეთა მეტყველ, ვითარ იგი იყვნეს ჰურიანი, რომელთა დაჰკრძალეს და დაჰბეჭდეს საფლავი იგი და მცველნი დაადგინეს ვიდრე მესამედ დღედმდე. ამისთვისცა უფალი უადრეს აღდგა, რაითა ყოველივე სიტყვა მიეღოს მათ. რამე თუ უადრეს აღდგომას აბრალობაი არა აქუნდა, ხოლო ნელიად აღდგომას იჩვი შეუხდებოდა. რამე თუ უკვე თუმცა არა მაშინ აღდგომილიყო, ვიდრე ღამცველნი იგი მონსხდეს, არამედ აღსრულებულნცა იყო სრულიად მესამე დღე და წარსრულნცა იყვნეს მცველნი იგი, პოებდეს უღმრთონი ჰურიანი უმეტესსა სიტყვასა. ამისთვის უსწრო აღსრულებას ამას მესამისა დღისასა, რამე თუ ჯერ იყო ვიდრე ღამცველნის ცვიდეს, ყოფად აღდგომისა, რაითა ყოველი სიტყვა მიეღოს მათ. ამისთვის დაჰკრძალეს მღვდელთმოძღვართა თვისითა ხელითა საფლავი იგი და დაჰბეჭდეს და მცველნი დაადგინეს.
და არ ჰგლოდა შაბათსა შინა ესე ვითართა საქმეთა ხელყოფად, არამედ ერთი ხოლო იყო საძიებელმათა, რაითამცა თვისი შური და უკეთურება აღასრულეს და მძლე ექმნეს მცა იესურს. გარნაფრიად ბრმა იყვნენ და ცობ, რომელ ამას ჰგონებდეს. არამედ რაითა გამოჩნდეს, ვითარმედ ნებსითივნო, ამისთვის საფლავიცა დაიბეჭდა და მცველნი დადგეს, და ყოვლით კერძო ვერ უძლეს დაყენებად მისა, არამედ აღდგა ბრწყინვალედ და სუფევს უკუნისამდე. სწავლა იფით მადლობისათვის ღმრთისა და სიყვარულისათვის მისისა. არამედ ჰოიდიდებული იგი და საკვირველი სიყვარული ღმრთისაი, რომელია ჩვენა ჩვენზე და განდგომილთა ამათ და ბოროტის მოქმედთა კაცთა. ჩვენთვის გარდა მოხდა ზეცით მხოლოდ შობილი ძე ღმრთისაი, იშვაწმიდისაგან ქალწულისა, იქცეოდა კაცთა შორის სრული ღმერთი და სრული კაცი, შეემშია ბუნებითა კაცობრივითა, მოეწყურა, დაშურა, პრობილი იქნა, წარდგა სამსჯავროდ იგუემა ჩვენთვის, განიკიცხა, ჯუარს ეცუა, ნაუღელი და ძმარი მიიღო, ლახურითა იგუმირა, მოკუდა, დაეფლა, მაცთურით ხადოდეს მას ფურიანი, დაებეჭდა საფლავი მისი, და ესე ყოველი ჩვენთვის თავს იდვა. აღდგა და მაცხოვნა ჩვენ, წარწმედულნი ესე. ეჰა რაუდენი დიდებული ქმნა სიყვარულმან მისმა. მტერნი ესე და შეურაცხნი მეხსა შინამღვნა შვილ ღმრთისა, განწმედილ ყოველთაგან ბოროტთა ჩვენთა. დიდება ისახიერებასა და კაცთმოყვარებასა მისსა. და საყვარელნო ღირსად ნიჭთა მათ და ქველის მოქმედებათა მისთა და სიყვარულისა მის, რომელ შემიყვარნა ჩვენ, ვაჩვენოთ ჩვენცა მოქალაქობაი. დავიცვათ მშვიდობა იგი და სიწმინდე, რომელი მან მოგუცა. რამე თუ დიდ არიან პატივნი ესე და საღმრთოდ და ჭეშმარიტად პატივნი არიან. ხოლო ამის სოფლისა პატივნი საწუთრო არიან და წარმავალ, საფასითა სყიდულნი და კაცთა მიერ მოკუდავთა მოცემულნი. ამისთვის არცა ღირს არიან პატივად სახელისდებად, რამე თუ სამოსელთა შინა და ერისა სიმრავლეთა არს ყოველი ძალი მათი. ხოლო ესე პატივი მშვიდობისა და სიწმინდისა და შვილებისა ღმრთისაი არცა სიკვდილისა მიერ დაიხსნების, არამედ აქაცა სანატრელ გუყოფს და მას საუკუნესა უმეტესად გამობრწყინდების ჩვენზე და. რამე თუ რომელმან მოცემული იგი ქრისტეს მიერ მშვიდობაი და სიწმინდე და მადლი შვილებისაი უბიცოდ დაიცვას, ფრიად უმდიდრეს და უბრწყინვალეს არს მეფეთა ქვეყანისათა. რამე თუ ამასვე ცხოვრებასა სასოებითა კეთილითა ცხონდების და თავისუფალ არს ყოვლისავე შფოთისა და ამბოხებისაგან და აქვს სიხარული იგი სულიერი სამარადისოდ. და ნამდვილე ჭეშმარიტსა სიხარულსა და მხიარულებასა სულისასა არა მთავრობაი სოფლისაი იქმს, არცა საფასეთა სიმრავლე, არცა დიდებაი კაცობრივი, არცა ძალი ხორციელი, არცა სამკაული სამოსელთაი, არცა გარდარეულნი სანოაგენი, არცა სხვაი რაიმე კაცობრივრთა და წარმავალთა საქმეთაგანი, არამედ სათნოებაი სულიერი და გონებაი კეთილი და წმიდაი. ესენი იქმან ჭეშმარიტსა სიხარულსა. რამე თუ რომლისა გული წმიდა იყოს და გონება იმისი არა დასჭიდეს, იგი რაღაცა თუ ძონძითა მოსილი იყოს და სიყვმილითა იჭირვოდის, მარადის სიხარულსა შინა არს, ვითარცა იგი შებღალული ცოდვითა რომლისა გონებაი დასჭილიყოს, რაღაცა თუ ყოვლისა სოფლისა დიდებაი და სიმდიდრე აქუნდეს, ყოველთა უბადროკეს არს და უსაწყალობელეს. ამისთვისცა პავლე შიმშილითა და შიშულობითა გარდაიხდიდა დღეთა თვისთა და დღითი დღე იტანჯებოდა, გარნაიხარებდა და მხიარულიყო სულითა უფროის ყოველთა მეფეთა ქვეყანისათა და სანატრელიყო ყოველთა მიერ. ხოლო აქაბ მეფე იყო და შვებითა მრავლითა ცხონდებოდა, გარნაცოდვითა დასჭილიყო, იგლოვდა და სულ თითქმიდა და პირი მისი მჭუნვარე იყო. ამისთვის ვიტყვის საყვარელნო, უკვე თუ გუნებავს სიხარულსა შინა სამარადისოსა ყოფათ, განვეშორნათ ყოვლისავე ცოდვისა და ყოვლისავე უკეთურებისაგან და მოვიგოთ სათნოებაი,
რამე თუ ესრეთ იტყვის ნეტარი პავლე, ვითარმეთ, ნაყოფი სულისაი არს, სიყვარული. სიხარული, მშვიდობაი, სულგრძელებაი, სიტკბოებაი, სახიერებაი, სარწმუნოებაი, სიმშვიდე, მარხვაი. გალატელთა მიმართ 5:22-23 აც უკვე საყვარელნო, ესე ნაყოფნი მოვიგნეთ ჩვენ შორის. რაითა აქაცა სიხარულითა და მხიარულებითა სულიერითა ვცხონდებოდით და მას საუკუნესა მივემთხვინეთ სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა შვენის დიდებაი სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ. ღმერთო წყალობა აურაცხელო, ამის ტკბილად მასწავლელისა მეოხებითა წყალობაი და შენდობაი ჩვენ ცოდვილთა მოგუმადლენ. ლოცვა ჰყავთ, ძმანო.